ავგუსტოს კეისრის ბრძანებით უნდა აღწერილიყო მთელი ქვეყანა და მოდიოდა ყველა თითოეული თავის ქალაქში და ავიდა იოსებიც გალილეიდან ქალაქ ნაზარეთიდან ჰურიასტანში დავითის ქალაქში რომელსაც ჰქვია ბეთლემი რადგან იყო იგი დავითის სახლიდან და ტომიდან რათა აღწერილიყო მარიამთან თავის დაწინდულთან ერთად რომელიც იყო მუცლადღებული გვიამბობს ლუკას სახარება შეკაზმა ვირი იოსებ დამწინდველმა დასვა მასზე ქალწული და წაიყვანა ბეთლემს ჰურიასტანისასა იოსების ძე იაკობი ხორციელი ძმა უფლისა გაუძღვა ვირს გზად იოსები მარიამს ხან მოწყენილს ხანაც მოცინარს ხედავდა ჰკითხა რა იყო ამის მიზეზი მიუგო მარიამმა ვხედავ ორ ხალხს ჩემი თვალებით ერთი მოთქვამს და თავში იცემს მეორე ხარობს და ილხენს შუაგზამდე რომ მივიდნენ მარიამმა ვირიდან გადმოყვანა ითხოვა რადგან მუცელში მყოფი აჩქარებდა შობას ეს ერთ-ერთი 70-თაგანის მოციქულ იაკობის თხრობაა რომელიც თან ახლდა იოსებ დამწინდველსა და დედაღვთისას მთელი ამ მგზავრობის დროს არა მხოლოდ ადამიანის, არამედ ზოგადად ქმნილების ისტორიაში ერთადერთი ბუნებითი სიახლე ეს გახლავთ ღვთის განგაცება. არც მანამდე, არც შემდეგ ბუნებითი რამ სიახლე გარდა ღვთის განგაცებისა, სოფლის შემოქმედის შობისა, კაცობრიობის შობისა არ მომხდარა და არც მოხდება. ჩამოსვა იოსებმა ქალწული, იპოვა გამოქვაბული და შიგ შეიყვანა მარიამი. თავმდგმურებად დაუტოვა თავისი შვილები. თავად გამოვიდა გარეთ, რათა ებრაელი ბებია-ქალი ეპოვა ბეთლემის მხარეში. იპოვა კიდეც ქალი, მთიდან ჩამომავალი და გამოქვაბულისკენ წაიყვანა. ახლოს რომ მივიდნენ, მუქი ღრუბელი ჩრდილავდა მღვიმეს. თქვა ბებია-ქალმა, დღეს განდიდდა სული ჩემი. საკვირველებანი იხილა ჩემმა თვალებმა, რამე თუ იშვა მაცხოვარება ისრაელისა. ის გაეცალა ღრუბელი გამოქვაბულს. გამოჩნდა შიგნით ნათელი დიდი, რომელსაც თვალნი ვერ იტევდნენ. თანდათან გაფერმკრთავდა ნათელიც და გამოჩნდა ჩვილი, რომელიც დედის ძუძუს დაეშურა. გამოვიდა ბებია-ქალი მღვიმიდან და შეეგება მას სალომე. უთხრა ქალმა, ქალწულმა შობა ის, ვისაც ვერ იტევს მისი ბუნება. დაეჭვდა სალომე. თუ არ გამოვიკვლევ მის ბუნებას, არ ვირწმუნებ შობას ქალწულისაგან. გამოიკვლია სალომემ ქალწულის ბუნება და ღაღატყო. ვაი ურჯულოებას და ურწმუნოებას ჩემსას, რადგან გამოვცადე ღმერთი ცხოველი. აჰა მეწვის და მძვრება ხელი. მოუდრიკა სალომემ მუხლი უფალს და პატიება ითხოვა. ანგელოზი უფლისა გამოუჩნდა მას და უთხრა: ისმინა ვედრება შენი უფალმა, ხელი მიუპყარ ჩვილს. აიყვანა იგი და მოგეცეს მისგან ხსნა და სიხარული. ხინით აიფსო სალომე, მიიხუტა ჩვილი და თქვა: თაყვანს ვცემ მას, რომელიც იშვა მეუფედ ისრაელისა. ის განიკურნა სალომე და გამოვიდა გამოქვაბულიდან გამართლებული. რატომ განკაცდა უფალი? ეკლესიის მამათა პასუხი გახლავთ აბსოლუტურად გარკვეული, თითქოს წინ და წინვე უპასუხებენ ამ შეკითხვას. ჩვენ პასუხი ამ კითხვაზე შეგვიძლია მოვიძიოთ უადრესი ეპოქებიდანვე, თავად წმინდა წერილიდანვე, მაგრამ გამოკვეთილი მკაფიობით და აბსოლუტურად უტყუარი სიცხადით აღნიშნულ კითხვაზე შემოკრებილად მთელი წინარე ეპოქების ეკლესიის მამათა ღვთისმეტყველური განმარტებებისა ჩვენ მოგვაწოდა მე-7 საუკუნის დიდმა მოძღვარმა წმინდა ანასტასი სინელმა თავის სახელგანთქმულ შრომაში სახელწოდებით წინამძღვარი. თავად სახელწოდებაც ამ ძეგლისა მკაფიოდ წარმოაჩენს, რომ ჩვენს წინაშეა საღვთისმეტყველო მეწინამძღვარი მართლმადიდებელი ეკლესიისა, თავად ეს შრომა და ამ შრომის ავტორი წმინდა ანასტასი სინელი, რომლის ძველი ქართული თარგმანი ეკუთვნის ისეთ დიდ ღვთისმეტყველს, როგორც წმინდა არსენი ყალთოელი გახლდათ, არა სხვა მიზეზისთვის, არა სხვა მიზნისთვის არ განკაცებულა უფალი, არ დაუთმენია კაცობრივი ტანჯვა წამებანი, თუ არა მხოლოდ და მხოლოდ ცოდვით დაცემული ადამიანის ცოდვის ტყვეობისგან გამოსახსნელად, სიკვდილის დაძინებულობისგან, მარადის მღვიძარებისგან, მისი გამომხმობელობისთვის, მარადიულ ცხოვრებაში კვლავ უკუმისაქცევად. ანუ კაცობრიობის
დაცემულ მდგომარეობაში მყოფი უფსკრულში დაცემულების ამ მყოფი ადამიანის კვლავ უკუ აღმოსაწოდებლად ასეთი შესანიშნავი ზმნა ძველ ქართულში უკუ აღმოწოდებისთვის უკუ ხმობისთვის განკაცდა უფალი. ეს ერთადერთი მიზანსახულობა ჰქონდა მის განკაცებას და ამას ექვემდებარება უკლებლივ ყველა მისი ღმერთმოქმედებითი ღვაწლი ხორჩი მყოფი მაცხოვრისა, ხორჩი მყოფობითად ზეცადამაღლებულისა და კვლავაც მეურთ მოსვლის ჟამს, როდესაც მოიწევა როგორც მსაჯული, რომ შედეგი მისი განკაცებისა, კაცობრიობის გამოხსნა, განსაჯოს, გამოხსნილით სათასასუფეველში დაამკვიდროს, ხოლო ისინი, რომლებმაც არ მიიღეს მისი გამოხსნელობითი ღვაწლი, თავის მარადიულ სატანჯველ სამყოფელში განაწესოს. იაკობის აპოკრიფის მიხედვით, წმინდა იოსებ დამწინდველი გვიყვება ხილვას, გამოცხადებას, სულიერ მოგზაურობას, რაც მას მაცხოვრის შობის ჟამს ეჩვენა. ყველა იმ მდგომარეობაში გაშეშებული იყო, რაშიც მოუსწრო მათ უჩვეულო სახილველმა. ავხედე ცის თაღს და უძრავად ვიხილე იგი. გავხედე ჰაერს და გაშეშებული ვნახე იგი. არ ირხეოდნენ ცის ფრინველები. დავხედე მიწას. ვიხილე ვარცლი. უშაკნი გვერდით მიწოდოდნენ და ხელები შიგ ჩაეწყოთ. ის ვინც ღეჭავდა, აღარ ღეჭავდა. ვისაც ხელი გაეშვირა ამოსაღებად, აღარ იღებდა. ვისაც პირისკენ მიჰქონდა ლუკმა, აღარ მიჰქონდა. ყველას ზევიტკენ მიეპყრო მზერა. განემზადა იოსები იუდეაში დასაბრუნებლად. ამ დროს დიდი შფოთი ატყდა იუდეის ბეთლემში, რადგან მოვიდნენ მოგვები და იკითხეს, სად არის მეუფე ებრაელთა. ვიხილეთ ვარსკვლავი მისი აღმოსავლეთით და მოვედით, რათა თაყვანივცეთ მას. ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეძრწუნებულმა ჰეროდემ მოგვებთან მსახურები მიავლინა. თავის სასახლეში უხმო მღვდელმოძღვრებს და კითხა, რა წერია ქრისტეს შესახებ, სად უნდა იშვას იგი. მიუგეს იუდეის ბეთლემში, როგორც ამბობს წერილი. გაუშვა ისინი ჰეროდემ და ახლა მოგვებს კითხა, რა ნიშანი ეხილა ჩობილი მეფისთვის. პასუხად მიუგეს, რომ უჩვეულოდ დიდი ვარსკვლავი იხილეს, რომელიც ბრწყინვალებით სხვა ვარსკვლავებში ჩრდილავდა. ასე შევიტყვეთ, რომ იშვა მეუფე ისრაელისა და მოვედით, რათა თაყვანივსცეთ მას. უთხრა მათ ჰეროდემ, წადით და ეძიეთ. თუ კი იპოვით, მაუწყეთ, რომ თაყვანივცე. ვარსკვლავი გაუძღვა მოგვებს, ვიდრე გამოქვაბულში არ შეიყვანა ისინი. თავზე დაადგა ახალ შობილს. მოგვებმა იხილეს ყრმა დედასთან ერთად. გახსნეს მათ ხალთა და უძღვნეს ჩვილს ოქრო, საკმეველი და ნელსაცხებელი. მოგვთა სამი ძღვენი მაცხოვრის რამდენიმე თვისობრიობის გამომხატველია. ოქრომას, როგორც უხრწნელ მეუფეს განადიდებს. საკმეველი იგივე გუნდრუკი, როგორც ღმერთს, ხოლო მური ანუ ნელსაცხებელი ვითარცა კაცს, რომლითაც გოლგოთის ჯვარზე აღსრულებული უნდა გაპატიოსნებულიყო. არის ესეთი ძალიან ცნობილი ტექსტი, რომელიც აღწერს აპოკრიფული ტექსტი, რომელიც აღწერს სწორედ მოგვთა თაყვანისცემის ისტორიას დაწვრილებით. და ამ ტექსტის თანახმად, თანაც ეს იყო ტექსტი, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო შუა საუკუნეებში. ამ ტექსტის თანახმად, როდესაც მოგვები მიაახლებიან მაცხოვარს, ისინი ერთმანეთში საუბრობენ, როგორ ხედავენ უფალს. ერთი ამბობს, რომ ეს არის ჩვილი ბაგაში ჩაწვენილი, მეორე ამბობს, რომ ეს არის შუა კაცის მამაკაცი, მესამესთვის კი მაცხოვარი არის მოხუცებული მხცოვანი ადამიანი ჭაღარა. პრაქტიკულად აქ ჩდება ის მაცხოვრის სამი ძირითადი იკონოგრაფიული ტიპი, რომელიც ჩვენთვის არის ცნობილი. ეს არის ევმანუელი, პანტოკრატორის სახით წარმოდგენილი მაცხოვარი და ის ტიპი, რომელიც იხილვება წმინდა დანიელ წინასწარმეტყველების ხილვაში და ჩვენ მას ძველი დღეთა ის იკონოგრაფიას ვუწოდებთ და ასევე პირობითად მამობის ხატად განსაზღვრავთ. აი სხვა შორის ეს აპოკრიფული ტექსტები მნიშვნელოვნად ამდიდრებს ქრისტოლოგიურ ციკლებს, როგორც შინაარსობრივად, ასევე ცალკეული ელემენტებით. აი ამ თვალსაზრისით ისევ საინტერესოა მოვიხმოთ სწორედ მოგვებთან დაკავშირებული ერთი აპოკრიფული ტექსტი, რომელიც ასევე ძალიან პოპულარული იყო შუა საუკუნეებში და მას ეძახდნენ განცთა ქვაბს. ამ ტრადიციის, ამ ტექსტის მიხედვით მოგვთა მიერ მიბრძანებულ ძღვენსაც თავისი თუ შეიძლება ითქვას დიდი ისტორია აქვს. გადმოცემის თანახმად ეს იყო ის ძღვენი, რომელიც პირველად მიიღო ადამმა, როდესაც 64-დან განდევნა ღმერთმა. ღმერთმა მისცა ადამს ეს ძღვენი და ადამმა წაიღო და დამარხა ის ქვაბში მეორე ადამის ესე ვთქვათ მოსვლამდე. და როდესაც
მოხდა უფლის შობა, მაშინ აი იმ სწორედ შობის მაუწყებელმა ვარსკვლავმა მიიყვანა მოგვები იმ ქვაბამდე და აპოვნინა ეს ძღვენი და სწორედ აი ამ ძღვენით მოდიან ისინი მაცხოვართან. პრაქტიკულად აი ამ აპოკრიფულ ტექსტში ძალიან საინტერესოდ იკვრება, ესე ვთქვათ, მთელი ისტორია, პირველი ადამიდან მეორე ჭეშმარიტ ადამიანამდე, რომელიც პრაქტიკულად კაცობრიობის, ესე ვთქვათ, მაცხოვნებელ ადამიანად არის მოაძრებული. მე-12 საუკუნის კატალონიურ მხატვრობაში მეტად საინტერესო ნიმუშს ხვდებით. როცა მოგვთა თაყვანისცემის კომპოზიცია საკურთხევლის საკონქო თემად ჩნდება. ქრისტიანულ აღმოსავლეთში მისი ანალოგი არსად მოიპოვება. მანდორლაში ჩაწერილ აღსაყდრებულ ღვთისმშობელს მიახლებიან მოგვები და ყრმა მაცხოვარს ძღვენს მიართმევენ. ანგელოსთაგან ეუწყათ არ დაბრუნებულიყვნენ იუდეაში და სხვა გზით წასულიყვნენ თავიანთ მხარეში. მიხვდა ჰეროდე, რომ გააბრიყვეს მოგვებმა. განრისხებულმა ყველგან მკვლელები მიმოგზავნა. უბრძანა მათ გაეწყვიტათ ყველა ჩვილი 2 წლისა და უადრესი. გაიგო მარიამმა, რომ ჩვილებს კლავდნენ. შეშინებულმა აიყვანა ყრმა. სახვევებში გაახვია იგი და დააწვინა საქონლის ბაგაჟში. ამ დროს უფლის ანგელოზი დაადგა თავზე მწყემსებს, რომლებიც იმ მხარეში ღამის სახმილავზე თავის ფარას იცავდნენ. გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც იქნება მთელი ერისთვის, რადგან იშვა თქვენთვის მხსნელი, რომელიც არის ქრისტე უფალი, დავითის ქალაქში. და ეს იქნება თქვენთვის ნიშანი. იპოვით ყრმას, შეხვეულს და მწოლიარეს ბაგაჟში. უეცრად გაჩნდა სიმრავლე ზეციურ მხედრობათა, რომელიც ღმერთს აქებდა. დიდება მაღალთა შინა ღმერთსა. ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. წყემსებმა ბეთლემში მართლაც იხილეს მარიამი, იოსები და ყრმა ბაგაჟში მწოლიარე. როდესაც ჩდება მოგვების და მწყემსთა თაყვანისცემის სცენა ერთად, არის ისეთი პატრისტიკული ტექსტები, რომლებიც მოგვებს პირდაპირ წარმართებად ასახელებს, ხოლო მწყემსებს რჩეულ ებრაელ ხალხთა სიმბოლოდ. ანუ პრაქტიკულად ამ შემთხვევაში ბუნებრივია იგულისხმება მთელი კაცობრიობის სიმბოლო და სხვა შორის აქ საინტერესოდ შემოდის სწორედ იმ პირუტყვის გამოსახულება ბაგის თავზე, რომელიც პრაქტიკულად კრავს აი ამ სიმბოლოს და კაცობრიობასთან ერთად მთელი კოსმოსის, ესე ვთქვათ, სიმბოლოს გულისხმობს. იცნა ხარმა მომგებელი თვისი და ვირმა ბაგაი უფლისათვის ისაი, ხოლო ისრაელმან მე არა მიცნა და ერმან ჩემმან ჩემი არა გულისხმა ჰყო. ესაიას ამ წინასწარმეტყველებით წარმართობა მიცნა უფალი, ხოლო ისრაელმა რჩეულმა ერმა ვერ შეიმეცნა განკაცებული მესია და ჯვარსაცვა იგი. საინტერესოა ზედმიწევნითი ის ჟამი, როცა მაცხოვარი განკაცდა. რატომ გამოირჩია უფალმა და აქვს თუ არა მას თავისი საღვთისმეტყველო საფუძველი. ხორციელ ცხოვრებაში, როდესაც ადამიანი ავად გახდება, როდესაც ის დასნეულდება და ამ მკურნალს მიმართავს, მკურნალი მხოლოდ მაშინ იქნება ბრძენი მკურნალი და მისი მკურნალობაც შედეგიანი მხოლოდ მაშინ იქნება, თუ მისგან, მკურნალისგან ზედმიწევნითი დიაგნოზი და ესმება ავადმყოფობას. ეს კი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ავადმყოფობა გამოვლინდება, გამოვლენილი ავადმყოფობა, დაავადების რაობა შეცნობილია თვით ავადმყოფისგანაც, მკურნალისგანაც და მაშინ მიეწოდება მას შესაბამისი საკურნებელი საშუალება. უფალმაც, როგორც დახელოვნებულმა მკურნალმა, ადროვა სოდვის მიერ სნეულებას, ბოროტებას, უკეთურებას, რომ ბოლომდე გამოვლენილიყო, ბოლომდე გამოევლინა მას თავისი თავი. ჭეშმარიტად რაღაც მომენტში ბოროტების მომგონმა ძალმა, ბოროტების მომგონმა უკეთურმა გონებამ ამოწურა ბოროტების ახალ-ახალ სახეობათა გამოგონების უნარი თავის თავში, თლიანად გამოაშკარავდა თავისი ფუძითა და საფუძვლით და შესაბამისად კურნებაც მიეცა ყოვლითურთი, თლიანი, ძირფესვიანად ამომძირკველი ბოროტების ადამიანის ბუნებისგან. შობის იკონოგრაფიაში უკლებლივ ყველგანაა გამოსახული მთა, რომელიც მაცხოვრის განკაცებას გვააზრებინებს, როგორც ცისა და მიწის შეერთების დღესასწაულს. ამბავი, რომელიც მთაზე მოხდა, ცასთან მიახლების გამომხატველია. მთაზე არსებულ მღვიმეში მყოფი ღვთისმშობელი კი ხელით გამოუკვეთელი ლოდის შესახებ დანიელის წინასწარმეტყველებას გვახსენებს, მაცხოვრის ზებუნებრივ შობას ყოვლადწმინდა ქალწულისაგან. აი აქაც შემოდის სწორედ ეს
კონტექსტი მსხვერპლისა. უფრო სწორედ ორგვარი ინტერპრეტაცია უმთავრესად მიღებული, ერთი ის, რომ თვითონ მთა განასახიერებს პრაქტიკულად ღვთისმშობლის, ესე ვთქვათ, სიმბოლურ სახეს, რაც ძალიან კარგად არის გაცხადებული საშობაო საგალობლებში, სადაც ღვთისმშობელი პირდაპირ წმინდა მთად იწოდება და მეტიც სიონი უშუალოდ ღვთისმშობლის, ესე ვთქვათ, სიმბოლური სახე ხდება. და სხვა შორის ძალიან საინტერესო ინტერპრეტაციას გვაძლევს ამ თემისა ატენის სიონის მომხატველი. ატენის სიონის მთის ძირში ჩნდება ბუჩქის გამოსახულება, რომელსაც ქალბატონი ნანა ბურჭულაძე განიხილავს როგორც შეუწველი მაყვლის სიმბოლოს. ამგვარად აქ ჩნდება, ესე ვთქვათ, ძველი აღთქმისეული ღვთისმშობლის წინასახე, კიდე მდიდრდება ესე ვთქვათ, იკონოგრაფიულად ეს თემა და სხვა შორის არის ესეთი ძალიან უცნაური მე-13 საუკუნის მართლაც უმაგალითო ბერძნული მოხატულობა, სადაც შობას მღვიმეს მთელს პერიმეტრზე დაყვება თვალების გამოსახულება, რაც პრაქტიკულად მღვიმეს პირდაპირ ქერუბიმთა საყდრად აქცევს სიმბოლურად. ამდენად ეს არის ქრისტიანული იკონოგრაფია და სიმბოლიკა არის ძალიან მრავალწახნაგა. საქართველოში მე-11-მე-12 საუკუნეებში გავრცელებული იკონოგრაფიული ვერსიით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოისახება როგორც საყდარზე მჯდომი ზეციური დედოფალი. იგი შუამავლად გვევლინება მოგვებსა და ახალშობილი ესო მაცხოვარს შორის. თუ მოგვებს გავიაზრებთ როგორც ძველი აღთქმის სიბრძნის სიმბოლოს, მაშინ საყდარზე მჯდომი ყოვლადწმინდა ქალწული წარმოგვიდგება როგორც ბჭე ძველი აღთქმის წარმართულ სიბრძნესა და ჭეშმარიტ სიბრძნეს იესო ქრისტეს შორის. ამასთანავე მისი ჯდომა გამომხატველია იმისა, რომ არანაირი ტკივილი შობისას, როგორც ქალს არ უგრძვნია. გვაქვს ისეთი გამოსახულებანიც, როცა დედა ღვთისა ზეციური ძოწეულის ფონზეა სარეცელზე წამოწოლილი. სარეცლის მეწამული ფერი სამყაროს ზეციური დედოფლის ხაზგასმაა, ხოლო ყოვლადწმინდა ქალწულის წოლა კი დოგმატურად მაცხოვრის ხორციელად შობის გამომხატველია. კედლის მხატვრობისა და ჭედური ხელოვნების ნიმუშებში შობის ისეთი გამოსახულებაც შეიძლება ვიხილოთ, როცა სამყაროს დედა დაჩოქილია ბაგასთან და მისგან შობილ კაცობრიობის გამომხსნელს განადიდებს. ამის ნათელი მაგალითი გელათის კედლის მხატვრობა და მარტვილის ღვთისმშობლის ხატის ჩარჩოს მოჭედილობაა. სახვეველი შეხვეული ახალშობილი მაცხოვარი ბაგაზია მიწვენილი. შეხვეულობა გამომხატველია მისი თავმდაბლობისა და ამასთანავე იმის აღმნიშვნელია, რომ განკაცებულმა მესიამ კაცობრიობის ცოდვით დაცემის შებორკილება საკუთარ თავზე აიღო. განკაცებით, ჯვარცმით, აღდგომითა და ამაღლებით მან მარადიულ ცხოვრებაში გახსნა კაცობრიობა. თავად ბაგა, როგორც ვიცით, პირუტყვის საკვებისთვის განკუთვნილი ადგილია. ამ შემთხვევაში ცოდვით გაპირუტყვებული კაცობრიობისთვის მაცხოვრის ბაგაზე წოლა განასახიერებს იმ ზეციურ პურს, მანანას, რომელმაც საღვთო მეტყველებამდე უნდა მიგვიყვანოს, ასე რომ ბაგა ტრაპეზის ტოლფასია. ამ კონტექსტში ბაგასთან საკვებად მისული ვირი და ხარი სახეა ცოდვით დაცემული კაცობრიობისა, რომელსაც ჭეშმარიტი საკვები მიემადლა განკაცებული მაცხოვრის სახით. თავად სიტყვა ბეთლემიც ხომ პურის სახლს ნიშნავს. არის ტექსტები, რომლებიც პირდაპირ შობის ბაგას და ზედასვენებულ მაცხოვარს ასეც უწოდებენ ბეთლემის პურს. და სხვა შორის აი ამ მხრივ კიდე საინტერესოა ეს ნიშოვანი ელემენტები, რომლებიც აი სხვა შორის ვარირებს, ზოგჯერ არის 1, ზოგჯერ არის 2, 3 ნიშა და არის შემთხვევები, როდესაც ამ ნიშაში კანდელიც კი არის ხოლმე დაკიდებული, რაც ბუნებრივია კიდე უფრო აფართოვებს, ესე ვთქვათ, ბაგის სიმბოლოს და უკვე უშუალოდ მიწიერი ეკლესიის სიმბოლიკას გულისხმობს. აი შობა ისედაც ამ თვალსაზრისით არის, ვფიქრობ, განსაკუთრებულად გამორჩეული, იმიტომ რომ ეს არის სცენა, რომელიც თავისი შემადგენელი ელემენტებით მოიცავს თითქოს და მთელი განგებულების ისტორიას.
იკონოგრაფიაში მღვიმე ყოველთვის ბნელი და უსწორმასწორო გამოისახება, რადგან იგი ცოდვით დაცემულ წუთი სოფელს განასახიერებს, რომლის გამოსახსნელადაც განკაცდა ნათელი ჭეშმარიტი. რატომ დასაჩუქრდა შობის უჩვეულო სახილველის ხილვით ადამიანთა ორი გუნდი, მოქვთა და მწყემსთა. მათგან პირველი ღვთისკენ მიმავალ სივრცეს აკვირდებოდა და ჭეშმარიტების ძიებაში მთელი ღამის განმავლობაში არ ეძინა. წყემსები კი დეკემბრის სუსხიან ღამეში თავისზე გაცილებით დაბალ არსებებზე ზრუნვის გამო ფხიზლობდნენ. წყემსი სახია მაცხოვრისა, რომელმაც საკუთარი ქმნილებისთვის დაიმდაბლა თავი და მის გამოხსნას ემსახურა. განკაცებული მესია კეთილი მწყემსია, ამასთანავე შესაწირავი კრავი, რომელიც უსიტყვოდ, უყოყმანოდ დაიკულება. ქართულ იკონოგრაფიაში ხშირად ვაცად შევხვდებით. ამ შემთხვევაში ის უნდა გავიაზროთ არა მარტო როგორც ფარისწინა მძღოლი, არამედ ძველი აღთქმის განტევების ვაცი, რომელსაც აღკიდებდნენ ხოლმე ცოდვებს და უშვებდნენ. შობის დროს გაცხადდა, რომ ვაცი იესო ქრისტეა, რომელმაც მთელი კაცობრიობის ცოდვა საკუთარ თავზე აიღო. გამბანვის სცენაც, რომელიც ერთი შეხედვით არის სრულიად ყოფითი, ესე ვთქვათ, ეპიზოდი შობის კომპოზიციისა, სინამდვილეში ძალიან საინტერესო საზრისებს მოიცავს. პატროლოგიური ტრადიციით ეს არის სცენა, რომელიც უპირველეს ყოვლისა ამახვილებს შობაში განკაცებული უფლის დოგმაც, ანუ განკაცებული უფლის კაცობრივ ბუნებას. მაგრამ ამავდროულად, თუ ჩვენ კარგად ჩავუკვირდებით გამბანვის სცენის იკონოგრაფიულ თავისებურებებს, ჩვენ ვნახავთ, რომ აქ ძალიან ბევრი სხვა სიმბოლური საზრისებით ჩდება. ძალიან ხშირად გამბანვის სცენაში ჩდება ოქტაგონის, ანუ 8 კუთხედის ფორმა, რომელიც უშუალოდ მიუთითებს თავისთავად ცხადია ნათლისღების სიმბოლოზე. მაგრამ აი მსხვერპლის თემაც საკმაოდ მკაფიოდ წარმოჩინდება ხოლმე მაშინ, როდესაც ჭურჭელს აქვს წმინდა ბარძიმის ფორმა. ის ფეხზე დგას ხოლმე და ამიტომ არის გაქვს შთაბეჭდილება, გექნება შთაბეჭდილება, რომ მაცხოვარი წარმოდგენილი პირდაპირ ბარძიმში ჩასვენებული, მით უმეტეს ის ამ შემთხვევაში მეტწილად არის ხოლმე ფრონტალურად წარმოდგენილი და მაკურთხეველი მარჯვენით. და ამდენად ეს თუ შეიძლება ითქვას ეს ყოფითი სცენა იღებს სრულიად ესე ვთქვათ იერატიულ ძალიან სიმბოლურ მნიშვნელობას. ყრმის განბანვის სცენაში გამოისახება ჭურჭელი, თითქოს და წყლისთვის გამოსაყენებელი. იგი ზეციური მანანით სავსე ტაკუკთან ასოცირდება. ზოგიერთი ქართული ტაძრის კედლის მხატვრობაში წყალი უჩვეულოდ ნათელი და ქათქათაა. ეს ცოცხალი ტრადიციაა იმისა, რომ შობისას მაცხოვრის წყალში განბანვა დასაბამია ნათლისღებისა. ღვთის სიტყვამ მიიღო კაცური ბუნება, რათა შეერიგებინა ადამიანი მამასთან და ქვეყნად ცოდვით შემოსული სიკვდილი დაეთრგუნა. იშვა მაცხოვარი ბეთლემს ურიასტანისასა და ებრაელებმა უარყვეს კაცთათვის უცხო შობა. ფარისევლებმა სხვაგვარად თარგმნეს საღვთო წიგნები მხსნელზე. წიგნობრების ჯულის საწინააღმდეგოს ამბობდნენ. ჰეროდე კი ეძიებდა მას არა თაყვანის საცემად, არამედ მოსაკლავად. სოფელსა შინა იყო და სოფელი მის მიერ შეიქმნა და სოფელმა იგი ვერ იცნა. აი ღვთისკაცთმოყვარება. ბეთლემში იშვა ის, ვისთანაც ცხოვრება იყო და ცხოვრება იყო იგი ნათელი კაცთა. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ მიეწია. დღეს წევა პირველი ადამიანისა იხსნება. ჭეშმარიტება კვლავ ცხადდება. მადლი ღვთისა ყოველ ადგილს მოეფინება და ზეციური ცხოვრება მიწაზე მკვიდრდება.